ქალბატონო ბელა, იცით რაშია საქმე, რომ საჭირო დისკუსია გაიმართა დამოუკიდებელ ექსპერტსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის, უბრალოდ მე თვითონ მიყვარს კამათი, მართალი გითხრათ, ამაზე უარს არ ვამბობ და იცით რა არის, რაღაცნაირად ძალიან გართულებული არის დისკუსიის წარმოება. ერთ თევზში არ არის საკითხი, რომელიც არ არის ცნობილი, არის თუ არ არის. თან წყაროც არ არის ისეთი სანდო გარდა პირადი დაკვირვებისა, რომელიც და სხვა შორის ეს თევზი მე მოვიძიეს სხვათა შორის და 2014 წელსაც იყო დაფიქსირებული, 17 წელსაც სტატიას არის ცნობილი ბაირამ ოზტურკი ცნობილი ექსპერტი არის თურქი, პროფესორი სტამბოლის უნივერსიტეტის თუ არ მეშლება, ძალიან ესეთი პატივსაცემი და სანდო ადამიანი და ისიც წერს ამაზე, ანუ აქ ახალი არაფერი არ არის, ახალი არის ის, რომ რა თქმა უნდა კლიმატის ცვლილება არის გაძლიერებული. 2017 წელს ისეთი არ იყო, როგორც არის 2025 წელს და ამ ერთი თევზის ძიებაში არ გამოგრჩეს მნიშვნელოვანი საკითხები. და მე ეხლა უბრალოდ ჩამონათვალი მინდა, იცით, რომ გავაკეთო ყოველგვარი კონკრეტული თევზების მითითების გარეშე, უმეტეს ეგზოტიკური თევზების, ჩვენით საკმარისი ყავს ტემპერატურის ზრდა და თბური ტალღები. არა ხმელეთზე, არამედ ზღვაში, ვერც კი ვზომავ ნორმალურად, საქართველოს მით უმეტეს. ჩვენი კოლეგები ზომავენ, გემები აქვს ყველას და ესეთ გემზე ზუსტად 1 წლის წინ მარე ნიგრუმზე რუმინეთის ევროპული პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ტემპერატურაც გაგვეწომა. გარდა ამისა, ზღვაში დაცურავს ცნობილი ტივტივები, ეგრეთ წოდებული არგოს ტივტივები, ხვდებით ხო, როგორი სახელი ქვია, მთელ მსოფლიოში 10,000-ობით თითოეული ღვირს 30,000-დან 10,000 დოლარამდე და ბევრ საუბარს და ლაპარაკს. ჯობია რომ საქართველოს ერთი მაინც შეიძინოს, რომ ჩვენ ზღვაში მარილიანობა, ტემპერატურა, რომ დავწმუნდეთ, რომ კლიმატის ცვლილება ხდება. მაგრამ თუ არ შევიძენთ და წვილს არ შევიტანთ მონიტორინგში ჩვენს ქვეყნებთან ერთად, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, ყველასაა კარგო გაშვებული, ამას ბულგარელები უშვებენ, ბულგარეთის ოკეანოლოგიის ინსტიტუტი, ვიცნობ ამ ადამიანებს, მაგალითად მარე ნიგრუმიდან პირველად გაუშვეს საქართველოს წყლებში არგო და მას დავარქვით სახელად ფაზისი და კოლხეთი. ორი სახელი დავარქვით, ნიკნეიმი, ანუ ზედმეტ სახელით შეგიძლია უწოდო ოფიციალური, ყველას ურჩევ, რომ ევროარგო ნახონ, რომლის წევრებით სამწუხაროდ არა ვარ, არგოს წევრი არ არის საქართველოს. საბერძნეთი და საქართველოს უნდა იყვნენ პირველ წელს. დამერწმუნეთ, რომ საბერძნეთი წევრია ევროარგოსი. ევროკავშირში თუ ვერ ვერთიანდებით, ევროარგოში მაინც გავერთიანდეთ, გვეხვეწებიან. ამისათვის ორი ცალი უნდა შევიძინოთ და გაუშვათ ჩვენ წყლებში, მაგრამ ერთი უკვე გაუშვეს ჩვენმა ბულგარელმა კოლეგებმა. ამიტომ ბევრ საუბარს კლიმატის ცვლილებაზე ჯობია ქმედება, გავხდეთ არგოს წევრი და წვლილი შევიტანოთ ამ არგოს ფლოტილიაში, ეგრე ქვია, არგო ფლოუთს ვისაც უნდა, უბრალოდ ნახეთ რა საინტერესო რაღაც არის და ამაზე ვისაუბროთ და ამაზე ვიკამათ და გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებ, რომ თქვათ ექსპერტებთან კი არ შევიდნენ დისკუსიაში, გადადგან ნაბიჯები, ვიცი რომ ისინი ევროპულ პროექტებში მშვენივრად მონაწილეობენ და მათ შორის გაუშვათ 1-2 არგო ჩვენი მხრიდან. სხვა შორის ეს არგო, რომელიც გაუშვათ 1 წლის წინ, არ წავიდა ჩვენი წყლებიდან ტრიალებს და სხვა შორის აფხაზეთში ტრიალებს. ჩვენ აფხაზელ კოლეგებს უთხრათ, რომ მათთან არის არგო, ტივტივებს ზემოდემოთ, ჩადის 1 კილომეტრზე, ამოდის მაღლა, ზომავს ტემპერატურა, მაგრამ პრობლემა არის გაზრდილ ტემპერატურაში და გაზრდილ თბულ ტალღებში. რომელსაც ჩვენ ვერ გზნობთ, იმიტომ რომ სადღაც ზღვაში ხდება, მაგრამ ხო ჰომო საპიენსები ვართ. შეგვიძლია რომ გავზომოთ, გაზომვით ვისაუბროთ და ჩვენ ეს სიცხე ვერ ვიგზნოთ, მაგრამ ვიგზნოთ შედეგები, რომელიც ჩვენ ზღვას მოევლის. შარშან ქალბატონო ბელა, ყველანაირი რეკორდი დაამყარა ზღვის ტემპერატურამ გლობალურად. ამოხტა მრუდი, ეგრე ეძახიან, ამოხტა ნორმალური ფარგლებიდან. არავინ არ იცის, არც ერთმა მეცნიერმა ესეთი დიდი ნახტომი რატო გააკეთა. ყველას ვთხოვ, რომ დაგუგლოს, ეხლა ჩვენ საშუალება და დრო არა გვაქვს, რომ გიჩვენოთ ეს გრაფი. უბრალოდ ყველა მრუდი, რომ ესე წლის განმავლობაში, რომ ესე მეორდება ბოლო 20 წლის მანძილზე, ამომხტარი არის ზემოთ და არის ტრაგიკული მდგომარეობა. ერთ თევზზე არ არის საკითხი და ამიტომ ამაზე ვისაუბროთ. ჯობია თან წყნარად და თანამშრომლობით, ჩვენ თანახმოვართ, რომ ვითანამშრომლოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან, მაგრამ მანაც უნდა ითანამშრომლოს და ჩვენ თუ ამას ვიტყვით, რომ თბური ტალღები ზღვაში არსებობს, არ შეგვამკონ მაინდა-მაინც, იმიტომ რომ არსებობს, ვიცით რომ არსებობს. იზომება, ჩვენ თუ ვერ ზომავთ, სხვები ზომავენ.